ინგლისურად თარგმნილი ქართველი მწერლების ნაწარმოებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაში. წიგნში 20 ქართველი მწერლის ნაწარმოებებია შესული. ელიზაბეთ ჰეივეიმ თარგმნა პრეზენტაციას იგი თავადაც დაესწრო. საღამოზე მიწვეული იყვნენ ასევე საქართველოს კულტურის მინისტრი, კონგრესის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები და ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. წიგნი ევროპის დედაქალაქებსა და შეერთებული შტატების წიგნის მაღაზიებში გაიყიდება. შეერთებულ შტატებში არ არის ბევრი ეთნიკური ქართველი. პრობლემების მიუხედავად ისინი მყარად რჩებიან თავის უძველეს და ამავდროულად მოდერნისტული კულტურის მქონე ქვეყანაში. მოხარული ვარ, რომ აქ იმყოფებით და იმედი გვაქვს არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ამერიკელებიც უფრო მეტს გაიგებენ ქართველების შესახებ. მე ხშირად მიხდება ქართველებთან მუშაობა. ქართული თარგმანების დროს ყველაზე ვრცელი ლექსიკონიც კი შეიძლება არ გამოგადგეს. ასე რომ ჩემთვის ეს წიგნი არის ქართულ ენასთან დაკავშირებული ბარიერის გადალახვა. მიხარია, რომ ქართულად მოსაუბრე ადამიანებთან ახლო ურთიერთობა მაქვს, რომლებიც დამეხმარენენ ავტორებთან კონტაქტში და სხვადასხვა ნიუანსების გადაწყვეტაში. კრებული არის ნამდვილი ყინულმჭრელი იმისკენ, რომ ქართული ლიტერატურა გავიდეს და გავიდა უკვე მსოფლიო სარბიელზე. ამისთვის დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა და მინდა მიულოცო წარმატება 20-ვე მწერალს, ვინც აქ არის, იმიტომ რომ მათ უკვე ყავთ ინგლისურენოვანი მკითხველი მთელ მსოფლიოში და ეს არის ასობით მილიონი ადამიანი და ასევე უსურვო მათ წარმატება იმაში, რომ ცალკეული მათი ნაწარმოებები გამოიცეს ამ და სხვა გამომცემლობების მიერ, რაზეც უკვე როგორც ნახეთ გამოითქვა ღია სურვილი.